მოდი ბარემ დასაწყისი მომაფიქრდა ამ წამს და ჩემი საყვარელი რეჟისორის სტილში დასაწყისი დასასრულს გავაკეთოთ. შუაში ყვითელი ასოებით წარწერა, თესვაი საკვირველი, თავი მეორე, ერთი ბიჭის ამბავი. ერთი ბიჭის ამბავი პატარა ასოები. ესე მხიარულად დავიწყოთ დილ. არც თუ ისე მხიარული წადი. მოდი, გეორგონას გველოდება. წავედით. როგორ ახაც მაგაც. გენიალური დუო. დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ესე იგი ჩვენ გადავრჩით. ესენი სადაც გადარჩებოდნენ, მე გადავრჩი, დავამონტაჟე და დავდე კიდევაც. როგორ ახართ? დღევანდელი მიზანი არის შემდეგი, რადგანაც მომხმარი არავინ აღმოჩნდა, ვინც ხელის გაგვიწვენ და კარტოფილის და სათესად მარტომ გადავწყვიტე შევჭედებოდი ამ ყველაფერს. ერთი რომ მაინტერესებს ორგანიზმი თუ გაკაჩავს, მეორე იმით რომ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ხვალიდან წვიმებია 4-5 დღე და ენერგიის აღდგენას მოვახერხებ. ზეგ ბოლო-ბოლო იუბილარი ვარ და მეკუთვნის, თან ჩემი მეგობრის ბავშვის სათლია ვარ. და მერეც მესამე ის არის, რომ რასაც ვიზავ. ტყუილა ყოფნას ტყუილას შრომა ჯობია. მით უმეტეს როდესაც ტყუილა და რა ეგ შრომა. ქარები გვაქვს. ქარები ხო, გურიის სტადიონთან ვარ ეხლა და დიდი ღომი გადმოუტანიათ აქ. ეხლა მე პეტრიცზე მივაბიჯებ და ქარები წამოყოლია ამ პეტრიც და პეტრიწონის მონასტრისკენ. ისე სიამოვნებით წავიდოდი პეტრიწენის მონასტერში. საიდან სად გადახვდი, საიდან სად გადავედით, ტუროპერატორებო თუ გვიყურებთ, ერთი კაცი ჩამსვით მაგ ტურში. ხო და იმედია ხმა ისმის. ერთი სიტყვით განწყობა არის საბრძოლო და რაც მთავარია პროდუქტიული, არა მარტო თესვის და ხვნის და იმის ამბავშიც ისეც, ჩვენ ამბავშიც და საგზალი წამოვიღე გუში რომ არ მქონდა, თამეტყო და მთელი დღე ტყავაზე და თან შრომა რთულია, ამიტომ დღეს ვიქნებით დაღამებამდე და რასაც ვიზავთ. მივყვებით ნელ-ნელა ყველაფერს ნახავთ და წავედით. ყველას კარგი დღე, ყველას მშვიდობიანი დღე, მზიანი და არა ქარიანი და რა ვიცი, რა გისურვებთ. აკეთეთ ის რაც გიყვართ და აკეთეთ იმ ადამიანებთან ერთად ვინც გიყვართ. ამათ გარეშე არც ერთი საქმე რომ არ იქნება, აი ესეთი ხალხი არიან, ის ნახე როგორ ხედავ, ხდება როდის ვლაპარაკობ მას. პირველ რიადში ნაკელი მოვაყარე დღეს. ნაცარი არ გვაქვს და საწვავის მეტი რა, უბრალოდ ეს როდის დაიწვებოდა თან ქარია საშიშროება გადადების. პლუს ამას ის ნაცარიც ხელი იქნებოდა და ნუ ერთი სიტყვით, როცა მიწის შემოყრა დაჭირდება, მაშინ რომ დავამატოთ, არ იქნება პრობლემა. ერთ რიადს ეხლა ჩაუყრი. მერე ზემოდან მინდა რომ გადავაყარო და მერე დავისვენო, ნახოთ როგორ იქნება. თუ არა და ბიჭებს დავიხმარ აგერ. ყვავილების მჭამელს და კარტოფილის მჭამელს. და ეს მოსაცელი და რამდენი საქმეა და როგორ გვიგვიანდება, მაგრამ არა უშავს. თავარია კუდუ. განწყობაა მთავარია რა. კუდასი. თავარია განწყობა. პირველ საკლია 25 წუთი ზუსტად. და ჩალაგებას მოვრჩი. დაახლოებით ერთი მე შოკი წავიდა, ეს უბოლომდე არ გავსულებ, იმიტომ რომ გზას ვტოვებ, მაინც სამერი მისოდ თუნდაც ბულგარულისთვის, ხო და დაახლოებით ერთი ვედრო, ერთი სათლი კარტოფილი მომრჩა. ჩავალაგე და ეხლა დავიწყებ გადაყრას და მერე დავისვენებ შუა დღის დასვენება მექნება. რაღაცნაირი ფსიქოლოგიური მომენტია, როცა ერთ მწკრივს უნდა გაყვე. აი იმ დღეს მაგალითად აქ რომ ავყევით, თოხი ჩამოვყევით, ავყევით, რაღაცნაირად წვალებად მეჩვენებოდა, მაგრამ ეხლა ტვინი მატყუებს და მეუნება რომ აი რა უნდა იმას გაყვები ბოლომდე და всё, მერე დაისვენე. თან გარკვეულ იმას გთავაზობს, რა ქვია, საფასურს ამ ყველაფრისთვის. ასეა თუ ისეა გავყვეთ ნელ-ნელა. ჩვენს გარდა მაინც არავინ არ იზავს მაგას. ჩვენს გასაკეთებელს მით უმეტეს სხვა ვერ გააკეთებს, თან ისე ჩვენ რომ გვინდა. ზუსტად 20 წუთი დამჯერდა ერთი რიადის გამოსვლაში. ბატონი კუდასი იქ არის ისვენებს ჭრილში, ხო და. მაგრამ რა ენერგიის ხარჯზე და რა იმის არ ვიცი. ბევრი რომ არ გავაჩმახო დღეს
ეხლა წავა დავისვენებ და მეორე რიადიც თუ გამოვედი, ანუ სადღაც 100 კილო თუ დავთესე მარტო, აი კი არა შესანიშნავი იქნება. ეხლა 2-20 სიტყვა თოხის პლუსებზე და მინუსებზე. დავიწყოთ მოდი პლუსებით. პრესის ვარჯიში 1. მეორე, ვისაც ახალგაზრდობაში მარჯვენის ვარჯიშზე გული გაკლიათ, ხმაწვილ კაცობაში შეგიძლიათ თოხით გაევარჯიშოთ და საკმაოდ კარგი მარჯვენა გექნებათ. შემდეგ პლუსები ამოვწურეთ და გადავიდეთ მინუსებზე. ხერხემლის გამრუდება 1, მიწასთან ახლოს ყოფნა ცხვირით 2, ყოფილთან დარეკვის სურვილი 3 და ადგილიდან გაქცევის სურვილი 4. ასე რომ მადლობთ ყურადღებისთვის, გაგრძანდებოდეთ. კუდასი წავედით, დავისვენეთ. დასვენების საათები გვაქვს, ბაკაცო. მოკლეზე გადმოჭარი. მაშინ ახლა ჩემი ფერმის ყველი არ უნდა იყოს. კი უნდა იყოს. სხვათა შორის ზოგ-ზოგი ერთებს სიძუძგეს წოდნიათ. სახელი და გვარს არ დავასახელებ. საწყალი სახით მიზის აქვს და იმაზე მეტი აქვს ნაჭამი და იმას იქედან ნაბიჯი არც გადმოუდგავს აქეთ. თუ რამეს მივცემ მადლობელია და ზოგ-ზოგი ერთები სახე და გვარს არ დავასახელებ, ესეთი სახით იღურებიან. ცილი საათები გვაქვს გამოცხადებული ფერმაზე. აქედან მეორე აქედან დიუროქს აქვს ესეთი თვისება, ციურა ყოველად უპრობლემო ქალია. წეღანმეს მონდა დუდღუნის ხმა და დარწმუნებული ვარ ახლა მოვა. ანუ რაღაცა როცა არ მოსწონს, დუდღუნზე ვატყობ განსაკუთრებით, როცა საჭმელი აკლია ან არში არ ვიცი, რატო არის ჩიჩქნება, როგორც შეშმარიტი ჩიჩქნია შვილი. ნუ აი დუდღუნის ხმაზე ვატყობ, განსაკუთრებით იმ ყავისფერს, რომ რაღაცით უკმაყოფილო. აჰა, კი ბატონო. რა იყო პატი? ხო, რა იყო გოგო? ვერ იპოვე საჭმელსა და გამომშრალია ყველაფერი და ტალახი ვერ ნახეთ და ვიჯერო. ეს როგორ წამოიჩიტა რომ სიკა. ხო, რა იცი. ესენი კი მიაჩმორეს ისე რა ვალისა თქმელია, მაგრამ ბატარიან დიდიან. ხო, იცი. კაი, ძველ კარტოფილებს დაგიყრით. ახლა მე თქვენ და მე წასლის ხანს გაჭმევთ. შევთანხმდით? ხო. ორპანტუნები? თიძი არ მიგმინა. გამდეთ შე რა შობი რომეო მან. შეცხვილია ბიჭო, ხალხი გიყურებს. გარეშე არ იქნება არაფერი. ამ კაცის გარეშე არაფერი არ იქნება. 4 საკლია 25 დავისვენეთ, მივირთვით, იმათაც ვაჭამეთ და ვიწყებთ მეორე კვალს, სადაც როგორც წინაზე თითქმის 1 მეშოკი დაგვეხარჯება. მორჩენით კი ადრე მორჩებით, მაგრამ არ ვიცი, ღმერთმა ქნას მოგცეს იმის ჯანი და შესაძლებლობა, რომ მესამე საკვალავიც გავყვეთ და მოვუშოვოთ ეს კარტოფილი. თუმცა თუ არ გვექნება მაგიძალა და მაინც მადლობელი ვიქნებით ღვთის, რაც შევძელით, როგორც შევძელით, თან ამინდიც ირევა. წვიმით დღეს არ ამგონია რომ გაწვიმდეს, მაგრამ მაინც და მეორე კვალით რო გავიტანოთ 50 კილო, არც ისეთი ზარალი იქნება, რომელსაც მე ანიქეთ თავში, სადაც სველი იყო და ვეღარ გადავაბრუნე მიწა და ვეღარ დავხანი, სადღაც ჩავუყოლებ. მაგის პრობლემა არ იქნება. კუდასი, გავცხოთ. გავცხოთ. გაგვიწვიმდა. მეც და ბატონ კუდასის. და იმედია ეს წვიმა მზის პირის დასაბანათაა მიმართული და სხვა არაფერზე გახდება საჭირო. და მეორე კვალს მაინც დაგვასრულებინებს, სანამ გემრიელად დასხებს, მაგრამ რავი გრუპელი არ ჩანს და. კუდასი, შევედრე ერთი ამინდის ღმერთებს და სინოპტიკოსებს. ვაცელოთ ჩემ მეგობარს პატარა ხანი კარტოფილის და თესვა. გასიზა მიზამ. კი, კონდეს იმედი. აპა. კუდასის ამინდი არ აინტერესებდეს. როგორც მე ამერიკული ფეხბურთია. მაგარი გადავება იყო, ზეგან კატამ გამოალაჯა იქ ჩვეულებრივად და დახვდა ის. და კუდუნსიო და ის წამოწოლილი და არ ელოდა და მე როგნიდან მოვარ. ამინდი როგორც კი აირევა ხოლმე ისინი სახში მოდიან ეგრევე. და ეხაც იგივე სიტუაცია მოსული არიან.
ამასობაში 6-20 წუთია. ამინდი მართლაც უდად იღიმის, ხო და ამ ხუმრობაში ეს ერთი კვალი რო დავამთავრე, მეთქი რაც მომრჩა, ბარემ 100 კილოს დავთესავთ, ხო და ეს მესამე კვალი ისე გამოვიდა, რომ აი სადღაც თხილების შუაში მივიდა. და თითქმის ბოლომდე ესე იგი იმას ნიშნავს, რომ კაი 1 საათი ამას მოუნდებით ჩვენ ახლა. თუ არ გავუწყვიტა წელში. გიორგუნა მოკიდე თოხს ხელი და გაგაზი ან მელაგუდუნა, რა ვიცი, რაფერს გაგიხარდებათ. მე იმათ ვაჭამოთ ეგ ყურადღებით რო გვისვენენ და გავცხოთ სახში. თუ გვაცალა ამინდმა, რა სიტყვით. გადასარევი გეგმა რა. კაი. მივყვეთ ახლა. ცოტა განწყობაზე შეგვეტყვე ყველაფერი, მაგრამ არ აუშავს. დღის ბოლოა და ესეც უნდა იყოს. თოხს ვურტყავ აგერ და აქეთ მელაგუდუნას ამბავს გიყვებით, აქეთ თოხის. გამოჩდემეთ, ხო და ისი თქმა მინდა. ეხა იმას ვფიქრობ, რომ დავეღალე. იმას ვფიქრობ, რომ სახში წასვლის. ერთი სიტყვით 1000 ფიქს ვალაგებ თავში და ყველაზე მთავარი ფიქრი, რომელიც ლაიტმოტივად ამ ყველაფერსთან გასდევს, არის ის, რომ ეს დღე ერთ-ერთი დღეა ჩვენი ცხოვრების. ჩვენ დავიღალეთ ავდექით ფეხზე, წამოვდექით, წავიქეცით თუ ასე შემდეგ. ეგენ ყველა ერთ-ერთი დღეებია, ერთ-ერთი ჯაჭვებია იმისა, იმ დიდი ჯაჭვისა რგოლია, რომელსაც ცხოვრება ქვია. ზეგ 34 წლის გავხდები და როდის გავიდა 34 წელი, ალბათ რამდენი ისე უცნაურია ისიც, რომ ესეთი დღეები შუათად მქონდა. კი სახშიც რაღაც გამიკეთებია, კი სხვასაც დავხმარები ვარ, კი ასე, კი ისე, მაგრამ სულ მინდოდა, რომ სულ ასე შინაგანი სურვილი მქონდა იმისა, რომ იმდენი, ოღონდ ჩემი საქმე მქონოდა იმდენი, რომ რაღაცეებისთვის დრო არ დამჩენოდა. მაინც ვახერხებ, როგორც წარმაციკაცი, აი თუნდაც ეხლა რო დგავარ და ამას ვწერ, ეგეც დროის მოპაროა. ოღონდ კაი გაგებით მოპაროა და სულ მინდოდა, რომ იმდენი საქმე მქონოდა, რომ დრო არ დამჩენოდა. ხო და რისი თქმა მინდა, ეს დაღლა, რომელსაც ეხლა მე ვგრძნობ, ზღვაში წვეთია. ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვგრძნობთ, ზღვაში წვეთია, რადგანაც როგორც ერთ ცნობილ წიგნში დასაწყისში წერია, გაივლის დრო და დახვრეტის მოლოდინში მდგარი აურელიანო ბუენდია გაიხსენებს იმ მომენტს, როცა მამამ პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად. ანუ ეს ცხოვრება იმდენად მალე გაივლის, რომ შეიძლება ეს მომენტი არც გამახსენდეს. როცა ის მომენტი მოვა, შეიძლება ეს რო კარტოფილს თესავდი და დაღლილი ვიყავი, შეიძლება საერთოდ არ გაგვახსენდეს ან ის მომენტები, რომელზეც ხანდახან გვიფიქრია, რომ აი როგორი რთულია, როგორ გაიწელა დრო და ასე შემდეგ. ხო და ამ კაცის ამბავიც კი, რომელსაც მე თქვენ გიზიარებთ, აი გოჭუნა გადმოსულა. პატარა რგოლია. იმ ერთი დიდი ჯაჭვისა, რომელსაც ცხოვრება ქვია და რა ვიცი, ვისურვებდი იმას, რომ თოხის რტყმის გარდა რაღაც უკეთესი ისინიც ყოფილიყოს, რა ქვია, რგოლები და ძირითადად ისეთი რგოლები ყოფილიყოს, როცა რომელიც მერე გაგვახსენდებოდა და რომელიც ჩვენს მახსოვრობაში რაღაცა ძლიერ კვალს დატოვებდა, აი რაღაცა ისეც, რომ აი გაგძნობინებს, როცა ხალხი. გავაგზელებ ახლა თოხის რტყმას და ადამიანურ ფიქრებს, რომ აი დავიღალე და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს დაღლაც აქედან როგორც კი გადავალ და ფეხით უნდა წავიდე სახში და მერე ვილაპარაკოთ კიდე. ეგ იქაც დამავიწყდება და სახში შეიძლება მისულ საერთოდ არ მახსოვდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში კი სხეული გზნობს დაღლას და მართალია, ვერ გაამტყუნებ. წავედი გავაგზელეთ. დაღლა. აგერ ვარ. იმათ იქ რომ არ მივაკითხე, შეათეთ ყობად და იქიდან მოუარეს და აჰა, რომსიკაც მორბის. ციუსადა! რომსიკ! გიორგუნა ჩვენი ძმა მაგე და დასხო უბედურად. აუ იმას რა ისა აქ ეხა სახში დააწო. ციუ! ციუსადა, ციუ! სენსაციუ! შევენ მორბის. სენსაციუსადა! არა, ამას იმენა ჩემი ხმა გააგონე და ისინი იმისე მოყვარულები არიან. გული პურის და ციუ! დასხო ამასობაში ძვირფასად. მიდი ეს დამჩა და მოვალ. მიდი მოვალ. იმენა წარბი არ ეხება, არ ძაღლის ეშინია და არც მგელის, არც ტურსთან ციუს იმნაირი პახოთ გაგრო მიდის ის სიმღერა ჩამესმის. დადადადამ, დადადადამ, დადადა. მიდით და მოგიტანთ საჭმელს, მოგართმევთ ადგილზე.
ხათხა 7:25 წუთია და გადმოვედით ეზოდან. აი ჩვენი ნამუშევარი როგორც ჩანს სადღაც იქამდე მოვედით. მოდი ბარემ დასაწყისი მომაფიქრდა ამ წამს და ჩემი საყვარელი რეჟისორის სტილში დასაწყისი დასასრულს გავაკეთოთ. შუაში ყვითელი ასოებით წარწერა თესვაი საკვირველი, თავი მეორე, ერთი ბიჭის ამბავი. ერთი ბიჭის ამბავი პატარა ასოებით. ვიღაცა ეხა იტყვის რომ საიდან ან მთელი დღის ასე ნაშრომ ნაწვალებზეო საიდან გაქო მაგის თავი. სიმართლე რომ გითხრათ მაგის თავი არ მაქვს. უბრალოდ ჩემი გონება მასე არ მუშაობს. ეგეთი რაღაცები ჩაშენებული, ანუ კინემატოგრაფიულად ხედავ ყველაფერს, თუ ფოტოგრაფი არ ვიცი რა ქვია მაგას, უბრალოდ ესე აღვიქვა, ფირად აღვიქვავს ამ ყაროს და შესაბამისად ეგ ავტომატურად იფილტრება და ავტომატურად ხდება, ისევე როგორც პოეზიაში არ მჭირდება რაღაცა, ანუ პოეტის გახსენება ან ლექსის ან რაღაცა. ან ეგრე ხედავს ამ ყაროს და ეგრე აღვიქვა. შესაბამისად მაგის ის არ მჭირდება რა ქვია დალაგება და გონებაში და მოდი ეს როგორ ქნა და მოდი ის როგორ ქნა და ასე შემდეგ. დაიღალა ეს ხალხიც კაცო მე მეხმარებოდნენ იმას ერთი სული აქვს სახშროდის მიმართ და გაიქცა. აქეთ გზა კია გლადიატორის გზასავით მარჯვენა მხარეს. ხო და გაწვიმდა. და მარტო კაცის ფიქრები მაგ დროს ისიც რა არის? არ დავსველდე კი არა, კუდი ხელში მიჭირავს. არამედ სარეცხირო მაგ სახში გაფენილი და გამოტანილი გარეთ. აი გარდამისველდეს. ხო, და სხვათა შორის ყველაზე მეტად რაც მეზარება, მოდი ხელს შევიწყო, თორემ მარჯვენა ხელი ისე მტკივა. თოხის ნახლები რომ ტელეფონს ვერ ვიჭერ. კუდი. ხო და ყველაზე მეტად რაც მეზიზღება არის არც გარეცხვარც გაფენა, არც არაფერი დაკეცვა. აი დაკეცვაზე იმენა თან პერფექციონისტია თუ ინფექციონისტია თუ რა ვიცი რა ქვია მაგას, რაღაც ოდნავ შემეშლება კუთხე ან ერთმანეთს არ დაედრება, დავშლი თავიდან დავშლი და მე ნერვები მეშლება. ნერვებზე გამახსენდა, ვიღაცა ეხა იტყვის რომ ტრაქტორითო ველოსიპედს კაი საბურავი გაუსკდა გუშინ წინ და გამოურიცხდა. ტრაქტორით და გეკოქა შეოჯახაშენებულო წამოსულეღავე. არა ჩემო მეგობრებო. მე შეიძლება მშვიდად კი ვსაუბრობ, მაგრამ ნერვები გაიხნის უკან გამექცა. გამექცა, ხო და რომ გამექცა ჯერ ვერ დავეძიე. შესაბამისად, ჩემთვის იმ ტრაქტორის რაკრაკი ხმაურია. თუ არ მჭირდება, მიჩვენია იყენოს იქ სადაც აყენია. ისე 15 წუთი მჭირდება, ასეც 15 წუთი მჭირდება. ჯანმრთელობისთვის ფეხიციარული კიდევ უფრო სასარგებლო. აი ხაც ისე გესაუბრებით, თითქოს მთელი დღე კარტოფილი არ მელაგებინოს და თოხი არ მერტყეს. ხო თქვი რომ დამავიწყდება თქო, მაგრამ აი ყველაფერი სახში რომ მე გამახსენდება. ერთი სიტყვით, ეხა ბევრი მასში ვარ გადამივიდეს საუბარში და დასასრული რო არ გაიწელოს ზოგი ვუდი ალენის ფილმების დასასრულივით, კუდასი მოდი დაემშვიდობ ხალხს. ჩემი გენერალური სპონსორი მელა კუდუნა და მე გემშვიდობებით. ამ ხიარულ ნოტაზე ყველას სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გაზიარება და ლაიქება და ასე შემდეგ. არაც მობილო. არ ძალიან კაც საქმეშია.